თქვენ ვისაც ლიდერებს ეძახით, ესენი არიან მეთაურები. რატომ? იმიტომ რომ თქვენ მათგანელით გარკვეულ მითითებას, იდეოლოგიას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მიყვებით რაღაცა ჩამოწერილს. თავისუფალი ადამიანები, ანუ მართლა ლიდერები, არიან ძალიან ცოტა და პოლიტიკაში მგონი საერთოდ არ არის. ჩვენ ის რაც გვიწერია იქ ძალა ერთობაშიო, არასწორად გავიგეთ. უნდა დაეკონკრეტებინათ. ძალა არის განსხვავებული ადამიანების ერთობაში. და ძალიან ბევრ განსხვავებულ ადამიანს უმრავლესობას სულაც არ უნდა ერთმანეთთან ჭუბი. დებილური რაღაცა Netflix-ის მეათე ხარისხოვანი სერიალის სცენარის ავტორის დაწერილი სკრიპტებით რომ ვესაუბრებით ერთმანეთს და კარგით რა, არ მოგბეზდათ ეს სიყალბე? და სიმართლე არის იმაში, რაზეც საუბრობ. ეძებეთ ლიდერები, რომლებიც ხიდებს ააშენებენ. შეეძლებენ რომ აი ეს მხარე ამ მხარესთან რაღაცას გააერთიანონ. და ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაერთიანებელი. თუნდაც იმისა, მართლა რაც ხდება სამყაროში, რას ვასწავლით ბავშვებს. მაგრამ რაც შეეხება ვიღაცის პატიებას, ეს ძალიან ინდივიდუალური ეგოისტური აქტია. თქვენ გჭირდებათ ეგ. იმიტომ რომ თუ თქვენ საუბარიც კი არ შეგიძლია ვიღაცასთან, ესე იგი შენ გაქვს იქ რაღაც პრობლემა. და შეუძლებელია საზოგადოებაში ერთი ნახეთ ქალაქში ერთი ტერორისტიც რო იყოს, ქალაქი მშვიდად ვერ იქნება. ამიტომ შვეიცარიელებს აქვს მართლა გადასარავი გამოთქმა, სულ ამბობ ხოლმე ვიდეოებში. No one is safe until everyone is. არავინ არის უსაფრთხოდ, სანამ ყველა არ არის უსაფრთხოდ. ხო, თუ არ დაიწყებთ, ვერასოდეს ვერ გავიმარჯვებთ. და თუ გავიმარჯვებთ ყველანი ერთად. ასეა ეს.